წმინდა ისააკ ასური, რომელსაც ხშირად დავესესხებით ხოლმე, ეს დიდი მამა ესეთ რამეს ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანს ორი სამყარო შეუქმნა. ერთი სამყარო, რომელიც მისი მასწავლებელია და მოძღვარია, ანუ რომელშიც განისწავლება ადამიანი. და მეორე სამყარო, ეს არის მამის, ანუ ღმერთზე მიგვანიშნებს ღმერთის სახლი. გახსოვთ როგორ ამბობს, მამაჩემის სახლში მრავალი სავანია, ქრისტე როგორ გვეუბნება. მეორე სამყარო, ეს არის ის სახლი, რომელიც მამისია, რომელიც შეუქმნელია, ხელთუქმნელია, რომელიც ჩვენ უნდა დავიმკვიდროთ. ხოლო პირველი სამყარო მოცემული გვაქვს და შექმნილია ჩვენთვის იმიტომ, რომ მან უნდა გვასწავლოს ეს როგორ გავაკეთოთ. როგორ გვასწავლის ღმერთი ამ სამყაროში, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეორე სამყარო, ანუ მამისეული სახლი დავიმკვიდროთ. რა თქმა უნდა, პავლე მოციქული გვეხმარება ერთ-ერთი, რასაც იგი ამბობს, როცა ეს სამყარო იმგვარად არის შექმნილი, რომ შეუძლებელი ადამიანმა ღმერთი არ დაინახოს ამ სამყაროზე დაკვირვებით და მეორე, ის საიდუმლოება, დიდი საიდუმლოება, რომელსაც იგივე პავლე მოციქული ეხება, რომელიც ღმერთის ადამიანად მოსulis შემდგომ დამკვიდრდა და რომელ საიდუმლოებასაც ახალი აღთქმის ადამიანები, ამ შემთხვევაში პავლე მოციქული განგვიცხადა. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია. და აი ეს მეორე რაც არის საიდუმლოება იმ გაგებით, რომ შესაძლებელი ხდება ღმერთთან კავშირი, აი საიდუმლოება ამ სამყაროში, როცა ღმერთთან კავშირი შესაძლებელი ხდება და ჭეშმარიტად ეს სამყარო პედაგოგის და მასწავლებლის როლს ასრულებს, დადგა მას შემდეგ, ეს პერიოდი დადგა მას შემდეგ, რაც ღმერთი თავად მოვიდა როგორც ადამიანი. და ფაქტობრივად ეს სამყარო გადაიქცა, აი თქვათ, სხვანაირად რო ვთქვათ, ისააკ ასურის სიტყვები, ეს სამყარო გადაიქცა შესაძლებლობად და ადგილად ქრისტეს დანახვისა, მისი ცნობისა, მისი აღიარებისა, აღსარებლობისა, მისდამი ერთგულებისა, მისდამი მიბაძვისა, მისდამი ნდობისა და სიყვარულის. აი ამად გადაიქცა ეს ადგილი. ანუ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვცხოვრობთ სწორად, როდესაც აი ამ ყველაფერს აღვასრულებთ, ანუ ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ღმერთს ვიცნობთ და მერე მას ვერდგულებთ ბოლომდე, სანამ არ შევიყვარებთ ბოლომდე თავგანწირვა.